საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება ამ სახელწოდებით საქართველოს შესახებ დებატები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ვებ-გვერდზე დევს. დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. რა მოლოდინებია თბილისში, შეფასებები გაკეთა პოლიტიკოსების მიერ. ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის განცხადებებს, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები ჩვენთვის გამოიხატება სანქციების გაფართოებაში, სანქციების წრე უნდა გაიზარდოს, მათ შორის ბევრი ისეთ ადამიანზე, რომელიც და ოჯახის წევრებზე, მათზე ასევე, რომლებიც დღეს რეჟიმს ამაგრებენ და რეჟიმს აძლევენ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო რეპრესიული იყოს. ამიტომაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს ამისი, რომ ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნები ამ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ გადადგამენ, არაერთხელ გითხოვთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ ძალიან ბევრს, შესაბამისად ეს არის ჩვენი მოლოდინი. ტყუილს და ცელის ამებას, თითიდან გამოწვეული პრობლემების, ასე ვთქვათ, ცდელობას, რომ სიმართლეთ შეესაბამოს საზოგადოებას, ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიიდან ვაწყდებით. დღენიადაგ არადა არის ცალსახად გასაგები ის რაც ხდება საქართველოში, იგივე, როდესაც ხდება ევროკავშირის ქვეყნებში და ადგილი აქვს დანაშაულის ჩადებას, არავინ არ აფასებს ამას პოლიტიკურ დევნად. საქართველოში, რადგანაც სურვილი არის საქართველოს და ქართველ ხალხზე ზეწოლის, ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი გაასაღონ როგორც რაიმე ფორმით პოლიტიკური დევნა.